რა ზიანდება, როდესაც ბავშვი მრავალ საათს ატარებს ტელეფონთან, ტელევიზორთან, კომპიუტერთან და ასე შემდეგ. ზიანდება ყველაზე მთავარი აღქმა. ზიანდება კი არა, არ ხდება აღქმის განვითარება, როდესაც ბავშვი ტელეფონზე და კომპიუტერზეა მთლიანად მიჯაჭვული. განსაკუთრებით 2-დან 7 წლამდე ბავშვში ხდება წარმოდგენის და ფანტაზიის განვითარება. ეს იცით რომელი ეტაპია, როდესაც ბავშვს უნდა რომ ერთი და იგივე ისტორია, ერთი და იგივე ზღაპარი მრავალჯერ მოისმინოს. აი გთხოვს რომ ერთი და იგივე ზღაპარი, დედა წამიკითხე რა შეიძლება 10 ჯერ წავუკითხო ერთი და იგივე ზღაპარი. რატომ აკეთებს ამას? იმიტომ რომ ის მოსმენის შედეგად ავითარებს ყველაზე მთავარს, წარმოდგენას და ფანტაზიას. ხოლო ფანტაზია და წარმოდგენა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცოდნა, რადგან წარმოდგენას და ფანტაზიას არ აქვს საზღვარი, ხომ, როგორც აინშტაინი ამბობს. ახლა რა ხდება, როდესაც ჩვენ ბავშვს ვაძლევთ ტელეფონს, კომპიუტერს, ტელევიზორს მრავალი საათი, მასში ვერ ხდება წარმოდგენის და ფანტაზიის განვითარება. რატომ? რადგან ტელეფონში, ტელევიზორში, კომპიუტერში ქალი ასეთია, კაცი ასეთია, ბავშვი ასეთია და ბავშვს არაფრის წარმოდგენა და განვითარება არ სჭირდება, ასე ვთქვათ. ყველაზე სამწუხარო ამაში ეს არის, რომ თაობა, რომელიც მიჯაჭვულია ტელეფონზე დღეს, ისინი მომავალში ვერ განახორციელებენ რთული დავალების შესრულებას. რატომ? იმიტომ რომ ამისთვის მათ აღქმა და ფანტაზია არ ეყოფათ. ერთი რჩევა მოგრძალებით მინდა მოგცე, რომ თუ გინდა შეუწყო შენი შვილის აღქმის განვითარებას ხელი, ძალიან გთხოვ, შეამცირე მისი კონტაქტი ტელეფონთან, ტელევიზორთან და კომპიუტერთან. რატომ? იმიტომ რომ ამით ხელს შეუწყობ მისი აღქმის განვითარებას. აბა შენიც.